სახელითა მამისათა და ძისა და დაწმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთს ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ დღევანდელ დღეს დანუდაწმანო ბოლო კვირა არის პეტრე პავლოვამდე პეტრე პავლოვის მარხვის შესახებ ჩვენ არ მოგვეცა საშუალება რომ გვესაუბრა რაღაც ამ მარხვაში ისე გავიდა ფაქტიურად მარხვა 3 დღე დარჩა პეტრე პავლოვამდე და თვითონ ამ მარხვის შესახებ არ გვესაუბრია ეს გახლავთ მარხვა რომელიც ცოტა მოგვიანებით არის დაწესებული ეკლესიის ისტორიით ასე ვიცით ჩვენ რომ მოციქულთა სიცოცხლეში მოციქულთა მარხვა არ არსებობდა მათი აღსასრულების შემდგომ რაღაც როგორც საკომპენსაციო მარხვა ისე დაწესდა ვინც დიდ მარხვას ვერ შეინახავდა რაღაცა გარკვეული მიზეზის გამო ამის შემდგომ ინახავდნენ აი ამ მარხვას და პეტრე პავლოვას იხსნიდნენ თუმცა კი არ შეიძლება რომ ეკლესია იყოს გათიშვილობაში ანუ ვიღაცა მარხულობდეს და ვიღაცა არ მარხულობდეს არ შეიძლება თუ მარხულობთ ერთად თუ ვიხსნილებთ ერთად ამ ერთობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ერთობას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე იმას რომ ვინ როგორ თქვათ შეასრულებს რაღაცა მარხვის კანონს ამ ერთობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამიტომაც ადამიანებმა რომლებმაც შეინახეს დიდ მარხვა და რომლებმაც ვერ შეინახეს გადაწყვიტეს რომ ერთად ემარხულათ პეტრე პავლოვის დღესასწაულისთვის ანუ მოციქულთა მარხვა მათაც ყველას შეინახეს ამიტომ ამ მარხვის ისტორია ესეთია შედარებით მსუბუქია ეს მარხვა არ არის რაღაცა კანონებით დამძიმებული და არ არის არც საკვებითაც დამძიმებული იმიტომ რომ თელზით ამათ შესაძლებელია ამ მარხვაში მაგრამ ხანდახან მაინც რომ ასე ხდება ჩვენ ცხოვრებაში რომ რაღაცას ისე ჩავარიხინებთ ხოლმე ჩავაბულბულებთ მოკლედ უფრო კულტურულად რომ ვთქვა რომ საერთოდ ვერ გავიგეთ მარხვაში ვართ წილში ვართ სადა ვართ საერთოდ არ გაგვიგია ამიტომაც უნდაც ეს 3 დღე რომელიც 3 დღეც გვაქვს დარჩენილი ამ დღესასწაულამდე ამისთვის გამოვიყენოთ ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება დაფიქრდით იმაზე რა უნდა ჩვენგან ღმერთს რა სიტყვობს ჩვენგან ღმერთი ამაზე ძალიან ბევრი იფიქრეთ ამას ჩაუღრმავთ ადექით და გადაშალეთ წიგნი და წაიკითხეთ პეტრეს ეპისტოლე და პავლეს ეპისტოლე ხა ყველა შეიძლება ვეღარ მოასწროთ ამ საფრთხეში მაგრამ პეტრეს პირველი ეპისტოლე წაიკითხეთ პავლეს გალატელთა მიმართ ეპისტოლე წაიკითხეთ თანამედროვე ქართულად გასაგებ ენაზე და კანონისთვის და კითხვისთვის კი არა რომ მამაობდა მოვალა და თავიდან ბოლომდე მოხდა არა ასე არ წაიკითხეთ ამას ჯობია საერთოდ წაიკითხეთ დაჯექით შვიდად წყნარად გადაშალეთ და რომ გაიაზროთ რას ნიშნავს რას წერს პავლე გალატელებს რომელიც ჩვენს გვეხება რას წერს პეტრე თავის საყოველთაო ანუ კათოლიკე ეპისტოლეში რომელიც თითოეულ მორწმუნეს ეხება და აი რაღაცა მინდა რომ არ მინდა რომ არც ერთი მარხვა დამთავრდეს არც ერთი წირვა არ მინდა თქვენთვის დამთავრდეს ისე რომ რაღაცა არ შეიძინო არსი არ შეიძლება არაფრით არ შეიძლება რომ ადამიანმა რაღაცა არ შეიძინოს და როგორიც მოვიდა ისეთი წავიდა აქედან იცით რა შეიძლება ეს სასჯელადაც ექცეს ადამიანს სასჯელად იმიტომ რომ გქონდა ამისი საშუალება და არ გააკეთა აი ახლა გადავერთებით დღევანდელ სახარებაზე რომელიც პირდაპირ პასუხობს ამ სიტყვას რომ გქონდა ამის საშუალება ადამიანებს რომ ქრისტესთან ყოფილიყვნენ მაგრამ მათ არ ისურვეს ქრისტესთან ყოფნა არ ისურვეს კი არა უფრო მეტიც უთხრეს რომ შენ უნდა წახვიდე ჩვენგან უნდა მოშორდე ჩვენს თვალს არ უნდა გხედავდეთ შენ იმიტომ რომ ხელს გვიშლი და როგორ მოხდა ეს ისტორია გერგესეველთა ქვეყანა ასე იწოდებოდა ეს იყო ძალიან ნაყოფიერი მიწები იორდანის გადაღმა როდესაც მოდიოდნენ აღქმულ მიწაზე მოსეს მოყავდა ებრაელთა 12 ტომი აღქმულ მიწას სანამ მიუახლოვდებოდნენ უბრალოდ სანამ შევიდოდნენ აღქმულ მიწაზე იცოდნენ რომ უნდა განაწილებულიყო მათთვის მიწები 12 ადგილი უნდა გამოყოფილიყო ერთ ძმას ერთი ადგილი უნდა დაეკავებინა მეორე ძმას მეორე და ასე შესაბამისობაში მაგრამ რომ ნახეს რუბენმა და რუბენი უფროსი ძმა იყო 12-დან გადმა მათ მასშტაბებმა რომ ძალიან ნაყოფიერი იყო აქ მიწები წვანე მინდორი ბიბინებდა მათ ბევრი საქონელი ყავდათ ძალიან ამიტომ ითხოვეს რომ თუ შეიძლებაო ჩვენო დავრჩებითო
არ გადმოყვებითო იქეთ აღფულ მიწაზე არ გვინდა შემოსვლაო, აქ დავრჩებითო და აქ ვიცხოვრებთ. მოსე დათანხმდება ერთი პირობით, რომ იქ სადაც ჩვენ შევდივართ, იქ ომები მოგვიწევს. ამ ომებში მონაწილეობა უნდა მიიღოთ. მათ უთხრეს, ჩვენ ვიქნებით თქვენთან ბოლომდე, სანამ სიმშვიდე არ დამყარდება, სანამ ყველა თავის სახლში არ დაიწყებს მშვიდად ცხოვრებას, ჩვენ ვიქნებით და ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად ბოლომდე, ოღონდ ჩვენ იქ არ დავრჩებით. წამოვავთ, გადმოვახოთ ისევ იორდანეს და ვიცხოვრებთ აი ამ ნაყოფიერ მიწაზე. ეს არის, როგორც გითხარით, რუბენის, გადის და მანაშეს ნახევარი, შთამომავლობა ნახევარი გადავიდა იქ. რატომ გაგიმახვილეთ ახლა ამაზე ყურადღება? ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ებრაელები არიან, არ დაგავიწყდეთ, 12 ძმის შვილები არიან, ამ რჩეული ერის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ღორების კულტს რა უნდა იქ? მაცხოვარი გადადის და ხედავს, რომ ისინი უკვე ღორებს მწყემსავენ. თვითონ შეიძლება არ მწყემსავენ, მაგრამ დაქირავებული მწყემსი ხო ყავ. თვითონ შეიძლება არ ჭამენ, მაგრამ ბიზნესად ხო აქვთ ეს საქმე რაღაცა გახდილი და აქედან ხო ფულს შეულობენ. სჯულით რომ ეს აკრძალულია. აი ეს იცის დაშორებამ და გაუწყობამ შენს ხალხთან, შენს სარწმუნოებასთან და შენს ეკლესიასთან. როგორც კი ხდება გაუწყობა და მოშორება, მაშინვე გადასხვაფერდება ადამიანი. მაშინვე რაღაცა კომპრომისებს დაუშვებს. ნახეთ, პირველი იქ რაც ხდება, როგორც კი გადადის მაცხოვარი, შემოეგებებიან მას ორი ეშმაკეული. მათეს სახარებაში 2 წერია. ლუკასთან და მარკოსთან თითო წერია. ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის, იმიტომ რომ მათემ უშუალოდ აღწერა რაც იყო, იმათმა აღწერეს ის რაც ძირითადი მოვლენა იყო აღსაწევი. მაგრამ ამას არ აქვს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს ეშმაკეული როგორ მივიდა ეშმაკეულობამდე, ძალიან საინტერესო ფაქტია. ეს სახარებაში არ წერია, მაგრამ სულიერი დაკვირვებით შეგვიძლია ჩვენ გავიგოთ როგორ ხდება ადამიანი ეშმაკეული. შეპყრობილი ეშმაკებისგან როგორ ხდება. გონიათ რომ რაღაცა ესე დგას წმინდად არის ადამიანი და არაფერსა უცბად რაღაცა ეცემა მას ესა ეშმაკი და ძირს დაცემს ბეჭებზე და ესეთი გახდა. არ დაიჯეროთ ეს. კომპრომისებით ხდება ეს. როგორც კომპრომისებით მოხდა რომ თავისი ერისგან შორს გადაწყვეტეს ცხოვრება, იმიტომ რომ მოსავლიანი მიწები იყო, როგორც გადაწყვეტეს რომ შორს ყოფილიყვნენ თავიანთი ეკლესიიდან, ამ კომპრომისმა მიიყვანა იქამდე რომ ღორებს წემსავენ. რაც ძალიან დიდი ცოდვა იყო მათთვის. ეხლა ნახეთ ადამიანი როგორ ხდება, კომპრომისებს უშვებს. ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში არ არის ასე? ავართ თუ არა თითოეული ჩვენგანი შეპყრობილი განკითხვის სულით. და როგორ დავიწყეთ ეს? უცბად მოხდა ეს ამბავი? არა. ნელ-ნელა ერთხელ დათანხმდი რომ მოგესმინა, მეორედ აყევი, მესამედ უკვე აყევი კი არა და შენ მოიტანე ახალი ამბავი რომ და ეხლა დღეს ეს ამბავი იცით როგორ არის? როგორც ამინდის პროგნოზს აცხადებენ ტელევიზიით, დაახლოებით 100 არის, დღეს ვის უნდა ვაგინოთ დაახლოებით ასეთი განცხადება კეთდება და მიდის მერე განხილვა ამაზე რომ როგორ უნდა ვაგინოთ, როგორ უნდა განვიკითხოთ, როგორ უნდა ჩავდოთ მიწაში და როგორ უნდა ამოვიღოთ იქ. ამ განკითხვის სულით შეპყრობილი ვართ თუ არ ვართ? და რითი მოხდა ეს? ამ კომპრომისებით, ამ დაშვებით მოხდა ეს. ბილდ სიტყვაობა, რომელიც გახდა ჩვენი ცხოვრების თანამდევი. ქუჩაში ვერ გაივლი ისეთი საშინელებები გესმის. ეს არ მოხდა ამ კომპრომისის დაშვებით, რომ რაღაცა ერთხელ შეიგინა, მეორე თხრი შეიგინა. მწეველები რომ გახდნენ ადამიანები, როგორ დაინახა სიგარეტი და მწეველი გახდა. არა, დაუშვა კომრე ერთხელ გასინჯა, მეორედ კიდე უი რა კარგია თურმე მოუხდა რაღაცა გოგოებმა ყავა ფეხი ფეხზე გადაიდა, რა ლამაზად გამოიყურება და მესამედ და მეოთხედ უკვე დამოკიდებული აღარ შეუძლია იმის გარეშე ყოფნა. იმიტომ რომ ეშმაკის ასე ადვილად მოშორება შეუძლებელია. რადგანაც მიეცინება ერთხელ შემოსულიყო, ადვილად ეხლა აბა კარგად ბრძანდებოდა ესე არ არის, როცა გინდა კარებს მიუხურა. ბრძოლა სჭირდება ამას, დიდი ბრძოლა სჭირდება ძალიან. ამიტომაც ეს ეშმაკეული, ეს ადამიანი და იქ რაც შემთხვევითი არ არის რომ ცხოვრობენ სასაფლაოებში და ცხოვრობენ ღორების კოლთან ახლოს. თქვენ წარმოგიდგენიათ ღორების ჯერ ერთი ღორი რასანახავია და ღორების თელი ჯგრო რასანახავი იქნებოდა და ან რა სუნი იქნებოდა იქ, ან რა შეხესახედაობა იქნებოდა. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ადამიანობას კარგავს,
სწორედ ამ მდგომარეობაში ვარდება. ადამიანი, რომელიც ადამიანობას კარგავს, არწივსა და ვეფხვს კი არ ემსგავსება, აი ამ ცხოველს ემსგავსება. და ცხოვრობს ასე და ფიქრობს ასე, რომ ეს არის თავისუფლება, სადაც მომინდება და რაც მომინდება, იმას გავაკეთებ. და ეს არის სწორედ მისი პრობლემა, რომ ის ადამიანური სახე მას უკვე აღარ გააჩნია, ის მოწოდება, რისთვისაც შექმნილია, ეს არის დაკარგული მასში. მაგრამ ჩვენც რომ ამაში ხშირად ხელს უწყობთ, იმიტომ რომ პირველად რომ ეს გააკეთა, პირველად რომ მათ ადამიანური სახე დაკარგა, ჩვენ ამას თავისი სახელი კი არ დავარქვით. იცით რა დავარქვით? პერფორმანსი. რაღაცა ესეთია, ნახეთ როგორ რაღაცას მიაგნო, საოცარი მიგნება მის ცხოვრებაში და მისი პერფორმანსი იქცა იმათ, რომ ცხოვრობს სასაფლაოებში ღორების კოლთთან ახლოს. აი ეს არის პერფორმანსის შედეგი. ამიტომაც ჩემოც ვიფასებთ. კიდევ ერთხელ დაფიქრებით წაიკითხეთ ეს სახარება და ნახეთ, რომ ეშმაკეული, რომელიც ევედრება, კი არა ჯერ ნახეთ რას ეუბნება, მოხვედიო ჩვენ და ტანჯვათო, იტანჯება და როგორ ქრისტე როგორ ტანჯავს, უბრალოდ მივიდა, დაინახეს და ესეუბნება რომ მოხვედი ჩვენ და სატანჯველად. როგორ იტანჯებიან ისინი? იცით როგორ იტანჯებიან? ქრისტეს უბრალოდ დანახვით, არსებობით იტანჯებიან. ასე არის ადამიანი, რომელსაც არ სურს სინათლის დანახვა, მისთვის სინათლე ძალიან ტანჯველია. სიბნელი ოთახიდან უცხო ბზეზე რო გამოდიხარ, თვალები ხომ გტკივა. ესევეა სულიერი სიბნელეც. როდესაც სიბნელეში არის ადამიანი, მას არ სურს არაფრით რომ დაინახოს სინათლე. არ სურს ამ სინათლის დანახვა. და ძნელად მისაღწევია რომ სინათლემ შეაღწიოს მასში. ამიტომაც იფიქრეთ ამაზე, რომ არავითარი კომპრომისები, არავითარი გარიგება ბოროტეულ რაღაცა შემოთავაზებასთან, არავითარი თვალის დახუჭვა, რომ მერე რა მოხდა, ხვალ არა და ზეგ დავიწყებ მარხვას, არა ამას მერე გადავდებ, ამ კეთილ საქმეს ასე აღვასრულებ, იცოდეთ რომ ეს კომპრომისია. ამ კომპრომისით ჩვენ გზას უხსნით მას და ამ კომპრომისით შეიძლება მივიდეთ ძალიან ცუდ შედეგამდე. არავითარი კომპრომისი და არავითარი გარიგება მასთან. გარიგება მხოლოდ ღმერთთან, გარიგებას რო ვამბობ ეს სიტყვას მეუხერხულება. გარიგება კი არა, ყურება მხოლოდ ზემოთ, იმ იმედით, იმ შემართებით, რომ ღირსი კი არა ვარ ცხონების, მაგრამ მინდა ცხონება. აი ამ შემართებით უნდა იცხოვროს ადამიანმა და გარიგებები არ დადოს არავისთან. და კიდევ ერთი, აი ეს თანამედროვე სამყაროში თუნდაც გუშინ მომხდარი ფაქტი საქართველოში, სადაც რაღაცა ღონისძიებას ატარებდნენ და აქედან მეორე ღონისძიება წავიდა და იქ არ ვიცი დაპირისპირება იყო თვალი ხო მართალი გითხრათ თვალი ვერ მივადევნე თვალი, მაგრამ ნახეთ ერთია როდესაც ადამიანი სწოდავს და მეორეა როდესაც ადამიანი ამ ცოდვის პროპაგანდას იწყებს. ეკლესიას აქვს კაცრად განსაზღვრული. არის ცოდვა, რომელიც პირადად მემეხება და ვცოდავ, მაგრამ როგორც კი ამ ცოდვის გაუბრალოებას ვიწყებ თქვენს წინაშე, ამას ქვია ურჯულოება, ანუ სული წმინდის გმობა, რაც ძალიან დიდი ცოდვაა. თუმცა კი ჩემი მოვალეობა ეს როგორც მღვდლისა ვთქვა და განვაცხადო, მაგრამ მე არა მაქვს უფლება ვინმე ადამიანის ცხოვრებაში ჩავერიო. მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორიც უნდა ისეთი იყოს. თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მე ვერ ჩავერევი ამაში. მაგრამ როგორც კი პროპაგანდას იწყებს, მეც უნდა ხმა მოვიღო და ვთქვა, რომ ეს არის მძიმე ცოდვა, ეს არის ურჯულოება, მძიმე ცოდვა მრუშობაც, მაგრამ ბუნების წინააღმდეგ მოქმედება არ არის და ეს მამათმავლობა ბუნების წინააღმდეგ მოქმედება არის და აღმატებული ცოდვაა და ურჯულოება, როდესაც ამის გაჩვეულებრივობას თქო და მეუბნები რომ ეს არაფერი არ არის. როგორ არ არის არაფერი? ჩემი გაგებით არის. ამიტომ ნუ ძალადობ ჩემზე ძალიან ხო ადამიანო, რომელმაც გადაწყვიტე რომ სხვანაირად იცხოვრო. მაგრამ აქვე მინდა მოგეწოდოთ ყველა მორწმუნეებს. იცოდეთ თქვენც ეს, რომ ნურს თქვენ უძალადობთ ნურავიზე. ეხლა კონკრეტულ პიროვნებებს თქვენზე კი არ ვლაპარაკობ. ვისაც შეუძლია ძალადობა, ვისაც შეუძლია ცოდვის წინააღმდეგ გამოიყენოს ძალადობა, მას ქრისტესთან კავშირი არ აქვს. ძველი აღთქმის მაგალითებს მოგიყვანთ და ახალი აღთქმის მაგალითებს. ძველ აღთქმაში
აბრაამმა ძალიან კარგად იცოდა სოდომში და გომორში რა ხდებოდა. სადმე აბრაამის ეშინოდა მთელი გარემოცვას, სადაც ცხოვრობდა. აბრაამმა 7 მეფე დაამარცხა იქ თავისი ჯარით და ყველას აკანკალებდა აბრაამის ხმის. სადმე გინახავთ აბრაამმა ილაშქრა სოდომი და გომორი და დაარბია და ესე იგი ამ კუქში აბანავა რომელიმე ამ მსგავს ვერსადეცა ზუსტად იცოდა რაც ხდებოდა. ამიტომაც აბრაამის მდგომარეობა ნახეთ როგორია. ანგელოზი მას უცხადებს რომ გადაწყდა სოდომი და გომორი უნდა დაიცვას. აბრაამი ეხვეწება 10 მართალი რო დარჩესო 50-დან დაიწყო და 10-ზე ჩამოვიდა. 10 მართალი რომ დარჩეს გადაარჩენ თუ არა ამ ქალაქში. 10 მართალი თუ იქნება ქალაქში გადავარჩენ. და არ აღმოჩნდა 10 მართალი. ამიტომაც სოდომი და გომორი დაიცვა. ოღონდ კიდევ ერთხელ გიმეორებ. აბრაამს კი არ დაუწვავს. ღმერთმა გადაწყვიტა და ღმერთმა დაწვა. ამიტომ თუ რაიმე სასჯელია საჭირო, ჩვენ არ გამოგვაქვს ადამიანებო მსჯავრი. მსჯავრი ღმერთს ეკუთვნის. ეს არ შეგეშალოთ. განაჩენი შენ არ გეკუთვნის. ის მამათმოვალი შენ არ იცი ხვალ როგორ სინანულში იქნება, შეიძლება წინ შეგასწროს სასუფეველში თუ კი მოინანია თავის ცოდვები. ამიტომაც მსჯავრს შენ არ ზდებ არავის. არა გაქვს ძალადობის უფლება. ძალადო ქრისტესთან კავშირი არა გაქვს. ქრისტიანობას იცავ არა ქრისტიანულად? რა კავშირია მაშინ შენსა და ქრისტეს შორის? ამიტომაც ნახეთ როგორი დიდი სიფრთხილეა საჭირო. მე მინდა სიწმინდის დაცვა. ძალიან მინდა რომ ჩემი შვილები ამ სიწმინდეში ცხოვრობდნენ, მაგრამ მე თუ ძალადო და ის ცოდვილია, ჩვენ შორის განსხვავება იკარგება და ჩემი შვილი იბნევა, რომელს დაუჭიროს მხარი, მოძალადეს თუ დაჩაგროს. ის დაჩაგრული შეიძლება უფრო შეეცოდოს, საერთოდ არ აზროვნებდეს ისე, მაგრამ იმის მხარეს დადგეს. თუ კი მას ადამიანურად ესეთი ჩვილი გული აქვს, არ მეთანხმებით ამაში? ამიტომაც ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც გამოდიხარ, ჯვარი გიჭირავს ხელში, მიდიხარ, რა სიტყვებს იძახი, რას ლაპარაკობ, როგორ მოქმედებ, ვიღაცას ზურგზე შეახტები, ვიღაცას თავში ჩაარტყავ. მე მართალი გითხრათ, ფიქრობ, რომ ალბათ ან არ წაუკითხავთ მათ სახარება, ან საერთოდ არ სმენიათ ამის შესახებ არაფერი. უბრალოდ გონიათ, რომ ასე უნდა დაიცვან სიწმინდე და ეს დანაშაულია. იმიტომ რომ ძველი აღთქმის მაგალითი ხომ მოგიყევით აბრაამმა რაც გააკეთა. ახალ აღთქმაში თუ ვინმე სადმე, ან მოციქულთა წერილებში, ან სადმე მაჩვენებთ, რომ მოციქულები ძალადობდნენ ვინმეზე რაიმე ცოდვის გამო, მე ბოდიში მოვიხდი, მაგრამ მსგავს ვერაფერს ვერ მაჩვენებ. მსგავსი არაფერი არ არსებობს წმინდა წერილში. წერია რა? ქადაგება. პავლე წერს თავის ეპისტოლეში. ვერც მრუშნი, ვერც მამათმავალნი, ვერც ქურდნი, ვერც ლოთნი, ვერც მყარავნი, ვერც ჩუკენი, ცათა სასופველს ვერ დაემკვიდრებენ. ქადაგება არის ეს, მაგრამ ეს არ არის ის, რომ სადაც ეს ხალხია შეკრებილი, ეხლა მე მივარდები იქ და იმათ დავარდები. ასე წერს პეტრე, ასე წერს იაკობი, ასე წერს იუდა მოციქული, ასე წერენ მოციქულები ოთხ სახარებას. არსად არ არის და თან ეს პერიოდი არ დაგევეცდეთ. რომელთა მფარველობა, რომელთა მეფობა და გარყვნილება არის ზენიტში. ვინ ვისთან წვება ღამე და ვინ ვისთან იღვიძებს დილით, არ ახსოვთ ეს ამბავი და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა რომის იმპერიაში. ამ დროს მოციქულები ცხოვრობენ, ქადაგებენ, მაგრამ არ ძალადობენ. არ დაგავეწყდეთ ეს. ძალადობა დიდი ცოდვაა. არა მხოლოდ ის ძალადობა, რომ ვიღაცა მუშტს იხმარს. არამედ ძალადობა, როდესაც შენი ძალაუფლებით ან რაღაცით გამოიყენებ ამას, რომ მე ეხლა შემიძლია და როგორც ვიტყვი ისე უნდა. ესეც ცოდვა არ შეიძლება. თანაგრძნობა უნდა გაგვაჩნდეს, ლოცვა უნდა შეგვეძლოს, მუხლის მოყრა უნდა შეგვეძლოს და ღმერთისთვის თხოვნა უნდა შეგვეძლოს, როგორც აბრაამას თხოვა, რომ იქნება და მათ შორის 10 მართალი მაინც აღმოჩნდეს, რომლის გამოც არ დავიწვევით და არ დავემგუბებით ყველა. ღმერთმა დაგლოცოთ, სიკეთე მოგცეთ და გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი. იფიქრეთ ყოველივე ამაზე, იმიტომ რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ დღევანდელი პრობლემა, ხვალ შეიძლება უფრო მეტი დაგვიდგეს, უფრო მძიმე დღეები დადგეს. აქეთკენ მიექანება ერი, მინდა გითხრათ, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ. იდექით მტკიცეთ, იდექით შეურყევლად, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს. დაიცავით თქვენში, თქვენს თავში ეს სიწმინდე.
ასე იქადაგეთ და არ იძალადოთ. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ და სიხარული.